და ამ დროს ოსმალეთის არმიის მთავარსარდალი, რომელიც ებრძვის და აკავებს რუსებს ევროპის ფრონტზე და არა მარტო რუსებს, ამარცხებს ავსტრიელებს, არის იუსუფ ხოჯა ფაშა, ქართველი. ოსმალეთის იმპერიის ნომერ პირველი გამკარგავი ადამიანი არის გურჯუ გიზელი, ანუ ზეთუნახავი ქართველი და მისი ქართულენოვანი ვაჟი სელიმ მესამე სულთანი და ხალიფა სრულად ოსმალეთისა. ხოლო ეგვიპტეს სირიას მართავს იბრაჰიმ ბექსინჯიკაშვილი და მურად ბეგი ერაყს მართავენ ქართველები და ფაქტობრივად დიდებული წამია დამდგარი იმისა, რომ საქართველო არათუ გაერთიანდეს, არამედ დაიქუხოს მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ სამწუხაროდ აქ შეერთვება შიდა ოჯახური, შიდა ქართული პრობლემები